TV11 ფესტივალი რესტორაცია დივანი და ჩაის ქართული ბრენდი გურიელი წარმოგიდგენთ. გამარჯობათ. სანამ ძირითად თემაზე გადავალ, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ლამაზი ბურთი. და რატომ არის ლამაზი ბურთი? იმიტომ რომ ჩვენ მორაგბეები მრგვალ ბურთს ვეძახით მახინჯ ბურთს. და თუ ჩვენს ტერიტორიაზე ეს მრგვალი ბურთი აღმოჩნდა, ყოველთვის ვიღაცა აუცილებლად იძახის, რომ გაწიე ბიჭო ეს მახინჯი ბურთი. მინდა გავიხსენო დიმიტრი უზნაძის გამონათქვამი ქართველებზე, რომელიც აქტიურად მუსირებდა Facebook-შიც, ბევრი აშიარებდა, ბევრი ვალაიქებთ, თუმცა ალბათ საკმარისადაც არ უკვირდებით, რას წერს ეს ადამიანი. თავარი აზრი, რასაც ეს ადამიანი წერს, არის ის, რომ ქართველებს გვაკლია დაჟინებით დასახული მიზნისკენ სვლა, თავდაუზოგავი შრომა და ძალიან ცოტა ხანი ვენთებით და გრძელ ვადაში ვერ განვავრცობთ ჩვენ წარმატებას. ამ თემის ირგვლივ ძალიან ბევრს ვკითხულობ ხოლმე და სულ მაინტერესებს, რომ რა გჭირს ეს ქართველებს მანდამაინც, რომ რაღაც ვერ ვაკეთებთ ამას და წავაწყდი ასევე არჩილ ჯორჯაძის სიტყვებს, რომელიც დიმიტრი უზნაძის სიტყვებს კარგ რეზიუმესაც უკეთებს და კარგად ამატებს ერთ მოსაზრებას, რომ ქართველი მაინც ინდივიდუალისტიაო და საზოგადო საქმე, საერთო საქმე მისთვის სული შეხუთვა არის. ჩვენ ვიძახით, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, ხო? თუ რაგბი ჩვენი თამაშია, თუ ჩვენ ამ ყველაფერს ვახერხებთ, აი იმ საკრიტიკებელ თვისებებს ქართველების ანეიტრალებს რაგბი, ხო? გაუტანლობა გატანა. წარუმატებლობა წარმატება, უსიყვარულობა სიყვარული, ანგარება უანგარობა, ხო? უჯიგრობა ჯიგარი. ეხა რატო აღწევს რაგბი ამ წარმატებას? ამაზე მინდა ვისაუბრო. პირველ რიგში იმიტომ, რომ რაგბის ფილოსოფია ნიშნავს ჩვენ და არა მეს. რა თქმა უნდა, მე არ მინდა გავაფეტიშო რაგბი და მორაგბეები, მაგრამ სისტემა ჩვენ თუნდაც ისეთ პიროვნებას, რომელიც ფიქრობს მე, არ აძლევს გასახანს. ხო? რაგბის ფუნქციონალში თამაში არის ჩადებული, რომ შენიანი რომ უტევს, უნდა წახვიდე და მიეხმარო, იმიტომ რომ ის აუცილებლად გაიჭედება სადღაც, იმიტომ რომ იქიდანაც 15 ჯანმაგარი ხვა დაგიდგას. და უნდა მიეხმარო, მიაწვა ყვირიან, ხო, გადავყარეთ, ბურთი გავასუფთავოთ, ასე შემდეგ. ანუ შენი მეგობრის მიხმარება არის რაგბის ფუნქციონალში. და შესაბამისად ძალიან ცუდ ტონად ითვლება მე და მეორეს ერთი მე დაგღუპავს. მარტო თუ წახვედი და შენი გუნდელები მოიტოვე უკან, ან შენ თავზე თამაში დაიწყე, გადაგტკეპნიან. შეიძლება ვერც გადარჩე. და ძალიან ცუდი რამე დაგემართოს. ამიტომ ეს ჩვენ არის ძალიან მნიშვნელოვანი. და პლუს ამას კიდე რა ხდება რაგბში. ბევრი ვეძიე და ვერ მოვიძიე გარდა რაგბისა მცნება ჯგუფური ლელო. ანუ ლელოს გატანა ქართველებისთვის არის წარმატება, ხო? და ამ ჯგუფური ლელოს გატანაში ჩვენი ნაკრები ბორჯღალოსნები და საერთოდ ქართველების არიან ძალიან ძლიერები. ჩვენ ნაკრებს ძალიან ბევრი ჯგუფური ლელო აქვს გატანილი. ანუ რას ნიშნავს? 15 ადამიანი ერთად აღწევს წარმატებას, ერთად აღწევს მიზანს, ხო? და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? რას ეფუძნება საერთოდ წარმატება, ხო, რაგბში დღეს რაც ხდება? ეს არის ინტელექტი, იმიტომ რომ ბევრს შეიძლება გონია, რომ ეს კუნთმაგარი ხალხის თამაში ესე არ არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი სტრატეგიული ფიქრები აქვს მწვრთნელებს ჩადებული ამ თამაშის მცველობისას და ძალიან ჭკვიანურად უნდა ითამაშო, იმიტომ რომ მომრევი არ ილევა და ამიტომ თუ ვიღაცა მოგერია ჯანით, რაღაცა უნდა ქნა ტვინით. ეს ერთი ინტელექტს ეფუძნება, მეორე ეფუძნება ჯიგარს, მოდი ამას ვიტყვი, ხო? სარაგბო ტერმინი ჯიგარი უნდა გაგაჩნდეს და ეს არის უანგარო სიყვარული ქვეყნის მიმართ
და ეს არის ნაკლებ პრეტენზიულობა და პროფესიონალიზმი. რაგში ფული არ არის იმდენი რაც ფეხბურთში, ვინც გათვითცნობებული იცის, მაგრამ იმდენად სწრაფად იზრდება პოპულარობა არამედ საქართველოში, არამედ სოფლიოშიც, რომ ეს ფასეულობები, რაც არა მარტო საქართველოში არსებობს, არამედ არსებობს სოფლიო რაგში, იმდენად ძვირფასია, რომ სპეციალური კონფერენციები ეძღვნება, რომ აი ფული რო შემოვა, ბევრი რო იქნება. როგორ არ დავკარგოთ ეს ფასეულობა, იმიტომ რომ ეს კაცობა და საბოლოო ჯამში მიდის იმაზე, რომ როგორ არ დავკარგოთ ადამიანურობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. და რაგბის წარმატება არ არის მხოლოდ ფედერაციის კავშირის წარმატება და კონკრეტული ნაკრების წარმატება. თქვენ რომ ნახოთ, შეხვიდეთ რაგბის კავშირში, დაინახავთ ძალიან საოცარ სიჭრელეს ასაკობრივს. ანუ ახალგაზრდები პატარებიდან მოყოლებული ყველაზე ვეტერანი მორაგბეებიდან ყველა იქ არიან. და მთელი სარაგბო თემი მუშაობს აი ამ რაგბის წარმატებისათვის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ შევისწავლოთ ქართველებმა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის გრძელ ვადაში გაწერა და მიღწევა გრძელვადიანი სტაბილური წარმატებისთვის. და ბოლოს მინდა ესეთი რაღაცა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ მუშაობდით ნატახტრის პროექტზე, ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, მოგვიწია მუშაობა ნიკო გომელაურთან და თემა იყო რაღაც სარაგბო თემა ჩამოვარდა და ძალიან კარგი ლექსი შექმნა რაგბზე და მინდა ეს ბოლოსკენ ეს ლექსი წაგიკითხოთ. და ამ ლექსში სხვათა შორის დანახულია ყველაფერი, დევსის პათოსი და რაც თავარია, მე მინდა რომ აი ესეთი პათოსით ლექსი სათქმელად კონდეს საქმე უკვე მთელ საქართველოს. ეს წარმატება, სტაბილური სვლა განვრცობილი იყოს მთელ ჩვენს ქვეყანაზე. საქართველოს რაგბის ნაკრების ჰიმნი, ესე დაარქვა. უნდა იგრძნო ძმის ძლიერი მხარი. ჩვენ ვართ ზღვიდან მოვარდნილი ქარი. სულ ბრძოლაში მხოლოდ მაღლა. ჩვენ ვართ მეცხრე, გადამწყვეტი ტალღა. როგორც მიწის უეცარი ბიძგი, ჩვენ ქვეყნისთვის შერკინებით ვიბძვით. სამშობლოსთვის მოგუგუნე ზვავი, მისთვის ლელოთ დაგვიდია თავი. დასახევი უკან გზები არ გვაქვს. საქართველოს თავის ლელო გააქვს. ახლა გავშლით გამარჯვების აფრებს. მოგვერიდეთ დღეს ბორჯღალო აფრენს. დიდი მადლობა ყველასთვის.